ერთი რამე იცოდე, თუ ღმერთი გეგმავს ჩვენ ცხოვრებაზე, ეშმაკიც გეგმავს. და მას ძალიან სერიოზული გეგმები აქვს. და რაც სუდია, მე მაგალითად წინა კვირას, სანამდე კათედრასთან გამოვდიოდი, ისეთ რაღაცეები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში. ისეთ რაღაცეებს განვიცდიდი. ღმერთო, იცი, ხშირად გარედან არ ჩანს. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთმა მოგცა ამის შესაძლებლობა, როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს, მე არავის უადრით ჩემს თავს. უბრალოდ უგრძნობ ეს კაცი რატო ლაპარაკობდა ასე. ის ამბობს თითქოს გადაყრილები, თითქოს მიტოვებულები, მაგრამ მრავლის გამამდიდრებლები. უბრალოდ ხშირად იცი ბნელეთის წვდიადის ველი ხშირად ჩვენ ცხოვრებაში დგება. და ეს არ არის ფიზიკური ტკივილი. ფიზიკურ ტკივილს ასე თუ ისე რაღაცას მოუხერხებ, მაგრამ როცა სულში გაქვს რაღაც ისეთი, ეს არის ძალიან დიდი საშინელება. მადლობას უხდი ღმერთს ლოცვებისთვის, რო არა ლოცვები, რო არა ადამიანები, ვინც თავის მადლს აცხადებენ ხშირად, შეიძლება ყველაფერი სხვა მიმართულებით ისე წავიდეს. თუ პავლე მოციქული ამბობდა, რომ ილოცეთ ჩემთვისაცო, ილოცეთ ჩემთვისაც, რაოდენ უფრო მნიშვნელოვანი არის დღეს რომ ვილოცოთ ერთმანეთისთვის. აი დაცვა გამოვაცხადოთ ერთმანეთზე. და ნებით თუ უნებლიეთ არ აღმოჩნდეთ სხვისი დამზარალებლები. უნდა იცოდეთ ერთი რაღაცა, თუ ღმერთი არ დაიცავს ქალაქს, ტყუილა გაისჯებიან მისი დამცველები. თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ტყუილა დაიხარჯებიან მშენებლები. იცი, ღმერთის ხელშია ყველაფერი, როგორც წმინდა წერილი ამბობს, მოციქულთა საქმის წიგნი მე-17 თავი ამბობს, ღმერთმა, რომელმაც შექმნა სამყარო. ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეიძლება რეალობაში არ ჩანს ეს ასე, მაინც ყველაფერი მის ხელშია. მაინც ყველაფერი მის ხელშია. თუ გახსოვთ პილატე ეუბნება ქრისტეს, ხომ იცი რომ მე შემიძლია გაგიშვაო? და ან და კიდე პირიქით, მე მაქვს ეს მოცემული, შემიძლია ჯვარს გაცვალო. იცი, ქრისტეს არ დაუწყია, ხო და თუ შეგიძლია შედალოცვილო გამიშვი რა, რატომ უნდა დამსაჯო? ხო შენ ძალაუფლებაში, ქრისტემ უთხრა, შენ არაფერი ძალაუფლება არ გაქვს, მაღლიდან რო არ კონდეს მიღებული. ამით მან თქვა, ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. მის ხელშია. ის რაც ვერიკო მილაპარაკა შემთხვევითი არ იყო, მადლობა ვერიკოს, ძალიან კარგი რაღაც გითხრა. გრაფი ცინცერდორფი, როგორც ის გრაფი იყო, როგორც მას ეძახიან. ეს იყო პიროვნება, რომელმაც ერთ ლოცვით მოზიარეობას ჩაუყარა საფუძველი. თავისი მიწები გამოანთავისუფლა იმისთვის, მორავია იყო ასეთი სოფელი ჩეხეთში და ისინი დევნილები იყვნენ რწმენისთვის და გრაფმა ცინცერდორფმა ისინი შეიფარა თავის მიწაზე. და მიტო ეძახდნენ მორავიელთა საძმოს და დაარსეს ლოცვითი მსახურება. თქვენს მოდი ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკის შეცვლა, ჩვენ არ შეგვიძლია ომების მოგება, ჩვენ არ შეგვიძლია არ გვაქვს იარაღი, არ შეგვიძლია ფინანსური იმპერიების შექმნა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ. ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ. იცით, არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ ლოცვა. რა საჭიროა? თავარია რაციონალიზმი. ლოცვა აჩვენებს ყველაფერს და ლოცვა ცვლის ყველაფერს, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა, ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვით და მარხვით განიდევნება. გახსოვთ, როცა მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს, ჩვენ რატო ვერ შევძელით მისი განდევნაო, უთყვი და ყრუსულით შეპყრობილი. რა თქვა ქრისტემ? იმიტომ რომ ნაკლები წიგნი გაქვს წაკითხული. ასე უთხრა? იმიტომ რომ ნაკლებად იცნობ თანამედროვე ეკონომიკას. იმიტომ რომ არ იცით ალგორითმები, არ იცით ფორმულები, არ იცით გამოთვლა, დათვლა, ასე, ისე. ამიტომ ვერ განდევნეთ. ასე უთხრა? რა უთხრა? ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვით და მარხვით განიდევნებაო, დიდება უფალს. და ამ ძმებმა თქვეს, მოდი შევიკრიბო და ვილოცოთ და დაიწყეს ლოცვა, რომელიც 100 წელი გაგრძელდა და არ გაწყვეტილა. 100 წელი გუშინ ნუსაუბრობდით, მე და პასტორი ხვიჩა ვიყავით მიწვეული, მაგრამ სამწუხაროდ პასტორ ხვიჩას ვიზა არ მისცეს, მაშინ და ვერ წავედით. დღეს ამერიკაში კანზას სიტიში არსებობს ესეთი მოძრაობა, ზუსტად ამ სახელით არის ცნობილი კანზას სიტი.
სადაც 24 საათის განმავლობაში არ წყდება ქებადიდება. 24 საათის განმავლობაში მუდმივი თაყვანისცემა მიდის. 54 ბენდი, 54 მუსიკალური ჯგუფი. და იცი როგორ, ერთი რომ რჩება ქებადიდებას, როიალთან რჩება ადამიანი, განაგრძობს ნოტებს, ესენი გადიან, სხვები შემოდიან, მუსიკაც კი არ წყდება. 24 საათის განმავლობაში მიდის ქებადიდება. დიდება უფალს. მე ვიცი, ეს არ არის მარტო სიმღერა, იქ არის ლოცვა, იქ არის დამოწმება, იქ არის თაყვანისცემა და მინდა მოგიწოდოთ ლოცვისკენ. და ხენგუდი ეს ნიშნავს ღმერთის საათს. მათ თქვენს ღმერთის საათი და გაგრძელდა ეს ლოცვა, გადაიზარდა ეს მისიონერულ მოგზაურობაში, რაც ვერ იყო თქვა მისიონერულ მსახურებაში და ერთი პიროვნება, რომელიც ავიდა გემზე, ერთი ამ მოძრაობას სხვათა შორის ეს უკვე ძმები ვესლების დროს ეს მოძრაობა იცი როგორ იყო დაცინმის ობიექტი იყო, ძველი მოძრაობა იყო და მითო ისინი არ იყვნენ შეიძლება ძალიან განათლებულები, მათ არ ჰქონდათ სასულიერო სემინარიები, არ ფლობდნენ ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხს და ასე შემდეგ. უბრალო ხალხი იყვნენ, უბრალო მორწმუნე მშრომელი ხალხი, გლეხები, მორავიელთა საძმოას ეძახდნენ და ბევრი ისე უყურებდა, მაგრამ კაირა, ესენი ვიღარია. და ამ დროს პროტესტანტულ მოძრაობაში ყველაზე დიდი მოძრაობა იყო ბაპტისტური ეკლესია, ყველაზე დიდი. მაგრამ ეს იყო ძალიან კონსერვატიული, თითქმის როგორ იცი, გაციებული, დოქტრინაზე მდგომი, ჰქონდათ დოქტრინა, ჰქონდათ სწავლება, უთხოვარი დოქტრინა, გამართული, რაღაც ჩამოყალიბებული და ორმა ძმამ, ეს იყო და უმცროსმა, ეს იყო ჯონ ვესლი, მან გადაწყვიტა ამერიკაში წასულიყო და ინდიელებისთვის უნდა ეკადაგა სახარება. და მოხდა გემზე, ერთ-ერთი გემით მიდიოდა. იმავე გემზე მოხდა ერთი პასტორი, რომელიცაც არავინ არ იცნობდა. ის არ იყო ვარსკვლავი, ის არ იყო პოპულარული, ის არ იყო მსოფლიოში ცნობილი ტელემახარებელი და ასე შემდეგ, რომელიც მილიონიან კრუიზებს აწყობდა და ასე. ერთი უბრალო ეკლესიის პასტორი, მორავიელთა საძმოდან, რომელსაც ჰქონდა რეალური რწმენა. რომელიც ეყრდნობოდა განუწყვეტელ ლოცვებს და რეალური რწმენა. და ეს გემი მოყვა შტორმში და იძირებოდა. კატასტროფა. ჯონ ვესლი აშკარა სიკვდილს უყურებდა თავის თვალებით და დაიბნა პიროვნებამ, დაკარგა ყველაფერი და უყურებდა რომ ეს კაცი ყველასთან მიდიოდა, ხელდადებით ლოცულობდა ადამიანებისთვის და იმედს ელაპარაკებოდა. ეუნეოდა რომ და როცა ჯონ ვესლისთან მივიდა, ერთი კითხვა დამისმაო, გწამს რომ ქრისტე შენთან არისო? ჯონ ვესლი ეუნება, მე ვიციო რომ ის მოკვდა ჩემთვის. არა, მან უთხრა, შენ გწამს ეხლა რომ ქრისტე შენთან არის? შენ იცნობ მას? მე ვიცი მასზე. არა, ეს ეუნება, მე არ გეუნევი რა იცი მასზე. იცნობ მას. და ჯონ ვესლი გადარჩა, ეს გემი გადარჩა და ჯონ ვესლი დაბრუნდა უკან, არ წავიდა ამერიკაში. დაბრუნდა უკან და ის ამბობს, მე ამ გემზე მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქრისტიანული ტრადიცია იდგა ჩემს უკან, მე ამ გემზე განვიცადე მოქცევაო. ამ გემზე შემეხო ქრისტე. და მერე წერს, მე მივდიოდი ამერიკის მოსაქცევად, მაგრამ ვინ მომაქცევდა მე? და ამ დღიდან დაიბადა მეთოდისტური მოძრაობა. ერთ-ერთი დიდი, ძალიან დიდი ქრისტიანული გამოღვიძება. ამ დღიდან დაიწყო ისეთი დიდი მოძრაობა, პირველად, მოციქულების მერე, პირველად მოხდა ღიაცის ქვეშ ქადაგება, იმიტომ რომ იმდენი ხალხი მოდიოდა მსახურებაზე, შენობები ვეღარ იტევდა. და ჯონ ვესლიზე და ჩარლზ ვესლიზე წერდნენ, რომ ხშირად თურმე მათ მსახურებაზე 5,000-დან 20,000 კაცამდე მოდიოდა ქუჩაში. და ეს არის მე-18 საუკუნე. არანაირი გამაძლიერებელი საშუალება, არანაირი, მე ახლა მიკროფონით ვსარგებლობ, რომ თქვენ კარგად გაიგონოთ. და ესენი ხშირად ღიაცის ქვეშ, თან ღიაცის ქვეშ 5,000-დან 20,000 კაცი მოდიოდა მსახურებაზე და უქადაგებდნენ და იმდენად ეძაბებოდათო ხმის იოგები, სისხლისდენ ემართებოდათო ყელიდან. და ხალხი განიცდიდა ქრისტეს, ხალხი განიცდიდა ღმერთს და დაიწყეს, რატო ქვია იცი მეთოდიზმი ამას.
ბიბლიის მეთოდურად შესწავლა დაიწყეს. მეთოდურად შესწავლა და გაგრძელდა ლოცვითი მსახურება პირველად მაშინ და დღეს არავისთვის არ არის უცხო სიტყვა საოჯახო ჯგუფი, ხო? მანამდე ეს უცნობი იყო, არ არსებობდა ასეთი გაგება. ზუსტად მეთოდისტებმა დაიწყეს სახლის ჯგუფები. შეკრება მათი ცალ-ცალკე და ისინი გამუდმებულ ლოცვაში ინათლებოდნენ სულიწმიდით. ღმერთი ღვრიდა მათზე სულიწმიდის ნიჭებს. აავლენ და ენებით ლაპარაკის ნიჭს. თუმცა ეს არ იყო მასიური, ისე როგორც მოხდა 1901 წელს ასუზა სტრაიცე ქალაქ ლოს-ანჯელესში. და იცით ვინ იყო ჩარლზ პარხამი? მეთოდისტი. მათი ეკლესიიდან, იმ ეკლესიიდან დიდება ჩვენს უფალს. ერთი რამე იცოდეთ, რომ ლოცვა მარადისობასთან შეხება არის. გასაგებია? კიდევ ერთხელ ვამბობ, არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს რაციონალურად უყურებენ. მაგრამ ხშირად ღმერთის ნება და ხშირად ღვთის მოქმედება არანაირ რაციონალიზმს არ ექვემდებარება. მოდი ავიღოთ მოსე. ხალხს წყალი არ აქვს უდაბნოში. მიდიან მოსესთან წყალი არ გვაქვს, პირუტყვი გვეხოცება. თან პრეტენზიით მიდიან, გეგონება ისა მოცეს მაცივარში ქონდა წყალი და მათ არ აძლევდა. პირუტყვი გვეხოცება. კი არ ეკითხებიან შენ დალიერა მე? არა, პრეტენზია პირუტყვი გვეხოცება ჩვენ შერაში გვაინტერესებდა. და მოსემ შეღაღა და ღმერთს და ღმერთი ეუბნება, აიღე კვერთხი და წადი იმ მთაზე. წყალს მთაზე რა უნდა? წყალს თუ ეძებ დაბლობში უნდა ეძებო. სადმე ხეობაში. არა, ღმერთი ეუბნება, გამომხმარ კლდეებით სავსე მთაზე. აი მთაზე ადი და კლდეს და არტყი ჯოხიო. მე თუ ჩემო რა ლოგიკაში ჯდება ეს? მაგრამ იცით ალბათ, რომ იმ კლდიდან წყალი გადმოსკდა და ის კლდეო წმინდა წერილი ამბობს, თან დახვებოდა, ებრაელთა წერილში წერია, თან დახვებოდა მათო. ანუ ის კი არ დარჩა სადღაც, სადაც არ წავიდნენ, ის წყალი და ის კლდე მათთან ერთად იყო ყველგან. ეს ქრისტე იყო, დიდება უფალს. ვიმე ეს ახლა ისე თქვეს, ხატოვნად თორე სინამდვილეში, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა ღმერთი არის ცოცხალი. ღმერთი არის ცოცხალი. მეგობრებო, დღეს ჩვენ ზიარება გვაქვს. წინამსახურებაზე მე ვილაპარაკე ცათა სამეფოზე და შემთხვევით არ არის ეს და შემთხვევით არ მილაპარაკია. იცი, ქრისტე ამბობდა, მე მინდა წავიკითხოთ ეს და შემდეგ კიდე გავაგრძელოთ. ეს არის მათი სახარების 4:17. იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა, მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო. გალილეის ზღვის ნაპირს რომ მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა, სიმონი პეტრე წოდებული და ანდრია მისი ძმა, ბადესის როდენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. ეს ანდრიას და იმის პეტრეს მოწოდება. კიდევ ერთი ადგილი მინდა წაგიკითხოთ. ეს არის მათეს სახარების 3:1. ამბობდა, მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო. ეს იოანე ნათლისმცემლის სიტყვებია. ვინაიდან ეს არის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა, ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში განუმზადეთ გზა უფალს. მოასწორეთ მისი ბილიკები. ეხლა დაუკვირდით. ერთხელ იესო ქრისტესთან მივიდნენ და უთხრეს, გვასწავლე ლოცვაო. გახსოვთ, მათი სახარების 6 თავი ლაპარაკობს ამაზე. მათი სახარების 6 თავში იესო ეუბნება, თქვენ კი ასე ილოცეთ, ჯერ ეუბნება, როცა ლოცულობ, ნუ იქნებით მრავალსიტყვიანები, როგორც წარმართები. ზოგს გონიათ, რომ თავისი მრავალსიტყვიანების გამო იქნებიან მიღებული ღმერთისგან. არა. თქვენ კი როცა ლოცულობთო, წერია, შედი შენს ოთახში, დაკეტე შენი კარი და ილოცე დაფარულში მყოფი. დაფარულში მყოფი. ეს სიტყვა ქართულში წერია დაფარულში. ორიგინალი თარგმანი ამბობს იდუმალებაში მყოფი, იდუმალი და ილოცე იდუმალებაში მყოფი მამის მიმართ. რა არის იდუმალი? იცი? აი რა არის, იცი? რო ვერ მიწუდები. აი გონებით რო ვერ ახსნი რაღაც მოქმედებას. მაგრამ ის მოქმედება რო რეალურია.
იდუმალება იყო, როცა ლაზარე იყო აღდგინებული, პიროვნება, რომელიც გაღწნილი იყო, უკვე ყარდა, ცოცხალი გამოვიდა სამარხიდან. რომელი რაციონალური გონებით ახსნია ამას და იტყვი, რომ ნუ იმიტომ რომ რაღაცა ისე და ასე. იცი, რაციონალიზმით ვერ ახსნია ამას. ამიტომ ამბობს ქრისტე, როცა შედი შენ ოთახში და ილოცე იდუმალებაში მყოფი, იდუმალი მამის მიმართო და მამა, რომელიც ხედავს ყველაზე იდუმალს და დაფარულს, ცხადში მოგიზღავს, თუ მასთან ასეთი რწმენით ხარ. იცი, მე დაფარული კარგი სიტყვაა, მაგრამ კიდევ უფრო ღრმა სიტყვაა იდუმალი. ღმერთი იდუმალია. ღმერთი იცი ვერ ახსნი რაციონალურად, რატო ფორმულებით ვერ გამოიყვან და რაღაცით და ამას ვერ მიაღწევს სხვა რამით. მაგრამ მე ის ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება ვერ წუდება, ის რეალურია. ამის რწმენა არის მთავარი. დიდება ღმერთს. და ის ამბობს, თქვენ კი ასე ილოცეთ, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ზეცაში. თანამედროვე ლექსიკით ვთქვათ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ზეცაში. წმინდა იყოს სახელი შენი. მე რა ღმერთს ვეუნები, შენი სახელი წმინდა იყოსო? მას მოუწოდებ, ღმერთო გააკეთე ისე, რომ წმინდა იყოს შენი სახელი. არა, ამას მე ჩემ თავს ვეუნები. მე ვლოცულობ ღმერთო დამეხმარე, რომ შენი სახელი იყოს წმინდა ჩემ ცხოვრებაში. ის რაც შენთვის არის წმინდა, ჩემთვისაც წმინდა იყოს წმინდა, ის რაცაც შენ ფასს ადებ. მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება ვერც კი მივწუდე, ვერ გავიგო, რატო ეს ასე. იცი, 32 წელი ეკლესიაში ვარ და ბოლომდე კიდე არ ვიცი, რატო თქვა ღმერთმა მიათედი. მე ვერ ხსნი ამას. მე არ ვიცი ეს რატო არის ასე მნიშვნელოვანი. არიან ვიღაცები თავის, ეს ძველი აღთმისთვის იყო, ეს იმისთვის იყო. არა, თუ ღმერთმა თქვა, რომ ეს არის წმიდა, მე უბრალოდ უნდა ვაღიარო, რომ ეს არის წმიდა. დიდება უფალს. არ ვიცი რატო, მაგრამ ვიცი რომ ასეა. და მჯერა რომ ეს ასეა. წმინდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს მეფობა შენი. მოვიდეს შენი სამეფო, როგორც ზეცაში. აქ ჩვეულებრივად რო თქვა, მოვიდეს შენი მეფობა ისე როგორც ზეცაშია, ზუსტად ისე იყოს ამ დედამიწაზე. იცი, ზოგიერთ თარგმანში არ წერია ზეცის სამეფო, წერია ცათა სამეფო. ცათა სამეფო. და სწორია ეს თარგმანი. იცით, იმიტომ რომ ერთი ზეცა არ არსებობს. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ვიციო კაცი, რომელიც ატაცებული იყო მესამეცაზეო. იცი, სად არის ეს მესამეცა გეოგრაფიულად? ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაგრამ ბერძნულში არსებობს რამდენი სიტყვა ზეცის აღნიშნელი. არის აირ, რაც ქართულად არის ნათქვამი, გადმოთარგმნილი როგორც ჰაერი, მაგრამ ეს არ არის ჟანგბადი. ჰაერი არის მდებარეობა, რაღაც ადგილი, რომელსაც ჩვენ და თანამედროვე ისა მეცნიერებაში ამას სტრატოსფეროს ეძახიან, იქ სადაც თვითმფრინავები დაფრინავენ, სადღაც 11,000 კილომეტრის, ისა 11,000 მეტრის ან 11 კილომეტრის სიმაღლე, სადაც თვითმფრინავი ადის და იქ დაფრინავს, იმიტომ რომ იქ წინაღობა აქვს ნაკლები თვითმფრინავს. იცი, სად დედამიწაზე ხახუნის ძალა, ჰაერთან შეხების ძალა მეტია, სტრატოსფეროში ჰაერი ნაკლებია და იქ ნაკლები წინააღმდეგობა ხდება თვითმფრინავს. ამიტომ ყველა თვითმფრინავი ადის სტრატოსფეროში და იქ დაფრინავს. რატო? ნაკლები ისა წინააღმდეგობა აქვს და ამიტომ, ნუ ახლა ამის გასარჩევად არ აქვს. და ამას ეძახიან აირს. წმინდა წერილი ამბობს ჰაერში გაბატონებული სულები. ჰაერში ეს არ არის ჟანგბადში, ეს რაღაც მდებარეობა, გასაგებია? და ეს არის სიტყვა აიროს, აირ. არის მეორე სიტყვა კოსმო. რაც შემდგომ იმას ნიშნავს, მაგრამ საზღვრები არავინ არ იცის, სადამდე არის ეს. რა ადგილია ეს? და პავლე მოციქული ამბობს, რომ ვიცი კაცი, რომელიც ატაცებული იყო მესამეცამდე. ქრისტიანობაში ყოფენ სიმბოლურად პირველიცაა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მეორეცა, სადაც დემონური ძალაუფლებაა გაბატონებული, ხოლო მესამეცა ღვთისმსამყოფელი. იცი, სხვადასხვა ტელესკოპების გაშვება შეძლეს მეცნიერებმა, ჰაბლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და აღმოაჩენენ გალაქტიკებს, მილიონობით გალაქტიკა არსებობს და გალაქტიკაში მილიონობით ვარსკვლავთა სისტემები არსებობს და ვარსკვლავთა სისტემებში კიდე ათასობით პლანეტები და წარმოიდგინეთ რამხელა სამყარო, მაგრამ მესამეც ასად არის. ამას ჩვენ ვერ ვწვდებით. ღმერთი ყველაფერ ამის მიღმა და ყველაფერ ამას აკვირდება და ყველაფერ ამას ხედავს. ღმერთი ამას შენ ჩემს ხელის გულზე ხარ. ის სამყარო მისი სიტყვით შეიქმნა, ეს ღმერთმა შექმნა. დიდება უფალს. მოვიდეს შენი მეფობა, ისე როგორც ცათა მეფობა არის. ამ მეფობას დაექვემდება როს მიწაც. დიდება უფალს. და როგორ? არ გიფიქრიათ ამაზე? წმინდა წერილი ამბობს, მოუმზადეთ გზა უფალს. მოუმზადეთ გზა უფალს. როგორ უნდა მოუმზადო გზა უფალს? რა გავაკეთო მე ამისთვის? იმიტომ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვექვემდებარებოდეთ ცათა სამეფოს პრინციპებს. გასაგებია? როცა ლატვიაში ვიყავით, პასტორი ალექსაი ლიძიევი ამბობდა, ცათა სამეფოს ორი საყრდენი, ორი ძირითადი თეზისი. თუ გვინდა რომ როდისმე ცათა სამეფო გავრცელდეს და ცათა სამეფო შეიძლება ჩვენ ვიგალობოთ ცათა სამეფოზე, შეიძლება ჩვენ ვილოცოთ ცათა სამეფოზე და ვთქვათ ღმერთო მოვიდეს შენი მეფობა, ვითარცა ცათაშინა, ეგრეც ამ ქვეყანასა ზედა და ვილოცოთ მარტო და მეტი არაფერი არ შეიცვალოს. ისევ გავაგრძელოთ როგორც ვაგრძელებ. ებრაელი ყოველდღე ხედავდა ძლიერ ღმერთს, ზღვა გაიყო, შით გაიარეს. მერე თქვენს შეავდა მწყერები მოვიდა, მანა ჩამოვიდა ზეციდან, დამას ჭამდნენ. მერე თქვენს რომ ყელში ამოვიდა, მან აღარ გვინდა, ეხლა ხორცი გვინდა და მწყერები მოიყვანა ღმერთმა, წყალი არ გვაქვს. და კლდეზე წყალი გადმოსკდა და მიუხედავად ამისა, მაინც წუწუნებდნენ, მაინც ბუზღუნებდნენ, მაინც დრტვინავდნენ, მაინც პრეტენზია ჰქონდათ, მაინც მოსეს აბრალიდნენ რაღაცებს, რას გაგვიბატონდა ეს მოსე, რა უნდა ჩვენგან? ისევ ეგვიპტეში ნიორი ჰქონდა, რა კარგი იყო იქ, წამოიქ დაუბრუნდეთ ასე შემდეგ. ხო არაფერი გეცნობათ. ისტორია ხოლო ტანსაცმელი იცვლება ხშირად. ისტორია მეორდება, პრინციპები ერთ და იგივე რჩება. და ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ მოვიდეს მეფობა შენი. და როგორ უნდა მოვიდეს მისი მეფობა? ორი ძირითადი თეზისი თუ გვინდა რომ ეს მეფობას შევეხოთ ოდესმე რეალურად. ერთი ქრისტეცენტრიზმი და მეორე ახალი წესრიგი. ეს სიტყვა ცოტა ეშინიათ ხოლმე ამის ახალი მსოფლიო წესრიგი, ეს ეშმაკის რა. არა, ახალი წესრიგი იცი რა არის? ჩვენ გვინდა რომ ცვლილებები მოვიდეს და საერთოდ არაფერს ვაკეთებთ ამისთვის. რამეს აკეთებთ? არა, ღმერთო ჩემო. ჩვენ გვინდა რომ ცვლილებები მოვიდეს, დავლოცულო ღმერთო, შეცვალე ყველაფერი, შეცვალე ღმერთი ამას შენ უნდა შეცვალო. მე კი არ უნდა შევცვალო. ეს თქვენ უნდა შეცვალოთ. დავითის მეფობა ესე ჩამოვარდა ზეციდან და რაღაცა მოხდა. არა, ღმერთმა აირჩია პიროვნება, რომელსაც იცნობდა. პირველად რომ ღმერთი დაელაპარაკა სამუელს, შეიძლება სამუელი იყო შოკში. როცა მივიდა იესეს ოჯახში და უთხრა ღმერთმა შენ სახლებულში აირჩია მეფე, გამოიყვანა დავითის ძმა, აი მოხდენილი ვაშკაცი, მეომარი, ხარბეჭიანი ალბათ ისეთი. ღმერთი ეუბნება არ არის, სამუელს მოეწონა, ღმერთი ამოს არ არის ეგ. შემდეგი ძმა არ არის ეგ, შემდეგი არ არის ეგ. და სამუელი ეუბნება კიდე გყავშვილი? იქ აღარ იყო, ის მეტი არ იყო იქ არავინ. კიდე გყავშვილი? იესე ეუბნება კი მყავს, მაგრამ ის არც კი გამითვალისწინებია. ჯერ ძალიან პატარაა, ცხვარში მყავს გაგზავნილი. და სამუელი ეუბნება პურს არ გავტეხო სანამდე ის არ მოვა. დაუკვირდით მე რატო გიყვებით ამას, მე თქვენი ემოციების გამოწვევა კი არ მინდა, მე მინდა რაღაც სურათი დავინახოთ ბოლოსში. სამუელი ეუბნება პურს არ გავტეხ სანამდე არ მოვა. მოიყვანეს წითური ბიჭი, ჭორფლიანი. შეიძლება შოკი იყოს, ხო ღმერთო ჩემო. და ღმერთი ამბობს, შენ გარეგნულს უყურებ, მე მისი გული ვიცი, მე მისი ოცნებები ვიცი, მე მისი ფიქრები ვიცი, მე მისი ვარჯიში ვიცი. რას აკეთებს ხოლმე ეს? ეს ძალიან მალე გამოჩნდა. მივიდა სამუელი, ამბობს ღმერთო, არ ვიცი, მაგრამ წამს, შემსავით. ღმერთო არ ვიცი, მაგრამ წამს დაასხა თავზე ზეთი. არ ვიცი ამისგან რა გამოვა. მაგრამ წამს. არაფერი არ შეცვლილა, მეხი არ ჩამოვარდნილა, ისრაელი არ მოსულა, მუხლებზე არ დაცემულა. დაასხა თავზე ზეთი და გაუშვეს დავითი ცხვარში.
მეფეა და ცხვარში გაუშვეს. წარმოგიდგენია? შემდეგ ცოტა ხნის მერე ომი დაიწყო ფილისტიმელებთან. და დავითის ძმები ომში წავიდნენ. მეფე ხო უნდა წაუძღვეს წინ. მეფე ცხვარშია. რა უცნაურია ყველაფერი არა? არა და წესით მეფე ვინ არის? დავითი. სად არის დავითი? დაუძახა მამამისმა, მოდი აქ. მოვიდა დავითი. უთხრა, მოიყვანე ვირი? მოიყვანა. დაუტვირთა ყველით, წაუღე შენ ძმებს რომ ობენ იქ. აი ისინი ხალხია, შენ კიდე ვინ ახარ? დავითი ვინ არის? არი ფიქრებდა დავითი ღმერთო ვინ ვარ? ან ის ზეთი რა იყო ჩემს თავზე? ან ეს რა არის ყველაფერი? არა დავითს ერთი რწმენა ჰქონდა. თუ გახსოვთ საულის დროს, როცა საული დავითის მოსისხლემტერი იყო და სამჯერ ღმერთმა ხელში ჩაუგდო საული. შეეძლო უბრალოდ დანა დაერტყა და მოკლავდა. და კაცი შვილი ვერ გაიგებდა ვერაფერს. გახსოვთ კალთის ნაჭერი რო ჩამოვაჭრა, ამან თქვა თუ ღმერთს მისი მოშორება უნდა, ჩემი ხელით არ იქნება ეს. გასაგებია? დავითი ამბობდა, თუ მე მეფე ვარ, ეს გამოჩნდება. თუ მე მართლა ის ვარ, ჩვენი ხშირად პირიქით ვიცდები, ისა ვიქცევით. თითით ზედადებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა რომ ყველამ ჩემ ჭკუაზე იაროს. დავითი ასე არ ცხოვრობდა, დავითი ამბობდა, თუ ღმერთო რაც შენ თქვი ეს ასეა, ეს მოქმედებაში მოვა. და მიდის დავითი ბრძოლის ველზე და მიაქვს საჭმელი თავისი ძმებისთვის, მას არ აქვს პრეტენზია, ბიჭო თქვენ ჩემს გარეშე წახვედით. დავითი ასე არ ცხოვრობს. დავითი მიდის, მიაქვს საჭმელი და ხედავს პროფესიონალური ჯარი, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა გავლილი, ნატო სტანდარტებით გაწვრთნილი, შეიარაღებული საუკეთესოდ, დგას პირდაღებული და ერთი ურწმუნო ფილისტიმელის სემინარებს ისმენს 40 დღის განმავლობაში. და ეს ურწმუნო ფილისტიმელი სემინარის თემა არის ისე დაგლეწავთ, რომ არც ერთი საავადმყოფო არ მეგიღებთო. მარტო ამათ კი არ ლანძღავს, მათ ღმერთს ლანძღავს. და ესენი დგანან პირდაღებულები და უსმენენ. რა ქნან აბა? დიდია და ძალიან დიდია, 3 მეტრამდე არის სიმაღლეც. და ვერავინ ვერ გადის, ვერავინ ვერ ეომება. და დავითი როცა ამას ხედავს, პირველი რეაქცია დავითისა, ნახეთ, ვინ არისო ეს წინა დაუცვეთელი ძაღლი, ზუსტად ამ სიტყვებს ამბობს. ვინ არის ეს წინა დაუცვეთელი ძაღლი, რომ ღმერთის მხედრობას არ ცხვენსო? და მე მოკლავ მაგასო. არ წმუნებენ, წამოგცდა დავით. რა სისულელეს ამბობ? მაგას როგორ მოკლავ? ან შენ თავ შეხედე, ან მაგას შეხედე. არა და იმდენი იყვირა რომ მეფეს ყურადღება მიიპყრო. მივიდა მეფესთან ეუნდა, მე მოუკლავ მაგას. დავით, მეფე ცდილობს უბრალოდ ჭაბუკი ხარო, ვიცი ხა ცხელი ხარ, დაწყნარდი რა, დამშვიდდი. დავითი არა ჯიუტია, მე მოუკლავ მაგას ამბობს. კარგი რაღაც არიშლი, მოუტანეს აბჯარი. ხო გახსოვს? საულის აბჯარი. ჩაიცვა. ამით ვერ ვიომებ დავითი ამბობს. ამით რო გავიდე მომკლავსო. ქათის ჩვეულებრივი სანდლები აცვია, ჩვეულებრივი რაღაც ისა ტოგას ეძახდნენ რომაელები ალბათ შემოხვეული ნაჭერი რა იყო. აიღო 5 ქვა და ჯოხი უჭირავს ხელში. და ის მეომარი კბილებამდე შეიარაღებული ეძახის ძაღლი ხო არა ვარ, ჯოხით რო გამოდიხარ, ჩემ წინააღმდეგ. ეხლა რას დაგგლეჯავ ეუნება. და შენს ხორცს ნადირებს გადაუყრი, ფრინველებს გადაუყრიო. დავითი ეუნება, მე ხედავ რომ დიდი ხარ. მე ხედავ რომ გაწვრთნილი ხარ. მე ვიცი რომ მაგარი მეომარი ხარ. მაგრამ შენ გამოდიხარ შენ ძალაზე დაყრდნობელი. მე გამოვდივარ საბაოთ უფლის სახელით, რომელიც შენ თავს ხელში ჩამიგდებ და ფრინველები უფრო დიდ ულუფას ელოდებიან, უფრო ბევრი ხორცი შენ გაქვს, ამიტომ შენ მოგიწევს დღეს მათი სადილი იყო. და გახსოვთ ალბათ, მისივე ხმლით მოკლა და თავი მოაჭრა. და დავითი ერთ რაღაცაზე იდგა, როცა არ წმუნებენ, არ წახვიდეო, ისე უნდა მეფეო. მამაჩემმა ცხვრები მომაბარაო. მე მწამდა რომ ის მამაჩემმა კი არა ღმერთმა მომაბარა. და მე ვცდილობდი დამეცვა ჩემი ცხვრები და როცა ლომი ან მგელი ან ლომი ან დათვი დაესხმებოდა ჩემ ფარას თავს, რომ ცხარი წაერთმევია, მივდევდი რომ დამეგდებინებინაო. და ვლოცულობდი რომ დამეგდებინებინა და თუ არ დააგდებდა, ვეწეოდა პირს უხევდიო. ვერ იქნებაო ეგ წინა დაუცვეთელი ფილისტიმელი მშიერ ლომზე ძლიერიო. თუ იქ მამარჯვებინებდა ღმერთი,
აქაც გამამარჯვებინებს. ამით რისი თქმა მინდა იცი? ერთი ბრძოლაში შესვლას რო არ ფიქრობ საერთოდ. განსაცდელი რო არ უნდა შეგეხოს და ისე უნდა გაიარო, რომ საერთოდ არაფერი არ უნდა შეგეხოს. უბრალოდ და მერე გინდა დიდი ბრძოლები, ეს ასე არ ხდება. საერთოდ ჯარისკაცები, რომლებიც მარტო სიმულატორებით ვარჯიშობენ, არაფერში არ გამოდგებიან, იცოდეთ. არაფერში არ გამოდგებიან. გენერლები რით ფასდებიან, იცი? ომებს რო იგებენ, იმით ფასდებიან და ბრძოლებს რო იგებენ, მაგით ფასდებიან. ღმერთი გვატარებს ხშირად ძნელ დროში და უყურებს, აბა როგორ გაიმარჯვებ ახლა, როგორ გეყოფა რწმენა, როგორ დადგები, როგორ იომებ, როგორ გახვალ A პუნქტიდან, როგორ მიხვალ B პუნქტამდე და ბოლოსში იტყვი, უფალი ჩემი ბაირაღია. დავითმა რა თქვა, რა მაგარი ვარ, მე მოვკალი ფილისტიმელი. ასე თქვა? არა, ღმერთმა გამამარჯვებინაო ეს თქვა. უფალია ჩემი გამარჯვება. მოსემ რა თქვა, როცა ყამალეკთან გაიმარჯვა? უფალი ჩემი ბაირაღია თქვა. ეს გამარჯვება მისია. იესონავესი რას ამბობდა? ეს გამარჯვება ღმერთმა მოიტანა. დიდება უფალს. ზუსტად ეს არის, მაგრამ იმ გამარჯვებაში ვინ იბრძოდა? ღმერთი? არა, იესონავესი იბრძოდა. ღმერთმა მოკლა გოლიათი? არა, დავითმა მოკლა. მაგრამ ღმერთის რწმენით. მისი რწმენით აღძრუნვა შეიარაღებულმა. მეგობრებო, ქრისტეცენტრიზმი ეს რას ნიშნავს? როცა ყველაფრის ცენტრი ქრისტეა. როცა მე კი არა ვარ სამყაროს ცენტრში, ქრისტეა სამყაროს ცენტრში. ღმერთო, აი ხშირად, როცა განსაკუთრებით, როცა ცხოვრებაში მოდის წარმატება, მე ეს ვიცი, მე ამას შევხები ვარ. ჩვენ ადამიანები ვართ, როცა ცხოვრებაში წარმატება დგება, ცხვირი იწევს მაღლა. მაღლიდან იწყებ ყურებას. დავითის ცხოვრება იცი რატო იყო განსაკუთრებული? დავითს მუდამ ახსოვდა, მე უბრალო მწყემსი ბიჭი ვიყავი და აქ მე ღმერთმა მომიყვანა. ეს ყველაფერი ღმერთი სიტყვები რაც მან მელქოლას უთხრა თავის სოლს, როცა კიდობნის წინ როკავდა დავითი, ტანსაცმელი გაიხადა და ის კი არ ცეკვავდა, იმას კი არ ცეკვავდა მთიულურს, ის როკავდა კიდობნის წინ. და მელქოლა შერცხვა რა მეფე, ღმერთო ჩემო, რას აკეთებს? ამას როგორ აკეთებს? და რომ მივიდა საღამოს უთხრა, შენ პატარა ბიჭივით იქცეოდიო უთხრა. შენ დამცირდი მხედარ მთავრების და გენერლების თვალ, პატარა ბიჭივით იქცეოდი. დავითი რას ეუბნება? მის წინაშე, ვინც მამაშენის თავს მამჯობინაო, არაფრის არ შემწყვება. ის მიცნობს ყველანაირს. მან იცის ყველაფერი ჩემი. თუ რამეა ჩემ ცხოვრებაში მისგან არის, ყველაფერი მისია. დავითი არ იყო ანგელოზი, მან დიდი შეცდომები დაუშვა, მაგრამ სწორედ აი ასეთი საყრდენის გამო, აი ამ საფუძვლის გამო, დავითი ამაზე იდგა, ეს იყო მისი რწმენა. მიტო ამბობდა ღმერთი, რომ ჩემი გულის სანდოკაციაო და მოსაწონე. არა მისი სრულყოფილებისთვის. ისეთი იყო, რომ არასოდეს არაფერი შეშლია. ღმერთი არ უყურებს იმას, რამდენად სრულყოფილი ხარ. ღმერთი უყურებს იმას, რა აღძრავს შენს მოქმედებებს. რაზე დგას შენი მოქმედებები, რა იწვევს შენ მოქმედებებს. ქრისტეცენტრიზმი რა არის, როცა ყველაფრის ცენტრში ქრისტეა, როცა იქიდან გამოდიხარ. მე წინამსახურებაზე ვილაპარაკე, ჩვენ გვიწევს გზაგასაყარებზე დგომა, როცა პროფესიას აირჩევ, როცა სამსახურს აირჩევ, როცა ოჯახის თანამგზავრს აირჩევ, ცხოვრების თანამგზავრს აირჩევ. სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილებები ხშირად ჩვენ ცხოვრებას სხვა მიმართულებას უცვლიან, სხვა მიმართულებით წახვალ. სად უნდა წასულიყავი და სად აღმოჩნდი. იცი, სად უნდა გასულიყავი და ვინ სად გიბიძგა, რომ იქ აღმოჩნდი მერე. შეიძლება შენი ოცნებები სულ სხვა იყო, მაგრამ რეალობაში სულ სხვა რაღაცა დადგა და მე ბევრი ვიცი ასეთი. ძალიან ბევრი ვიცი ასეთი. ამიტომ ჩვენ მეგობრებო, თუ ცათასამეფოზე ვლაპარაკობ, ცათასამეფო ეს არ არის რაღაცა თემა, რაზედაც უნდა, ეს რეალობაა. ამ რეალობაში უნდა იცხოვრო. იცით, რა მინდა ეხლა ვთქვა, დღეს ჩვენ ზიარება გვაქვს. რა კავშირშია ზიარება ამასთან? პირდაპირ კავშირშია. იცით რატომ? მოდი ერთ მოხდს აგეკითხავთ. იოანეს სახარების მე-6 თავი. თუ გადაშლით და სახში თუ წაიკითხავთ, კარგს იზავთ. იოანეს სახარება მე-6 თავი. პირველივე მუხლიდან. მოდი ცოტას მოგიყვებით, არ წავიკითხავთ, რო არ დავკარგო. ეს არის მომენტი, როცა იესო ქრისტე
5000 კაცს დააპურებს. დასხა ისინი ბალახს ეუწერია, აიღო პური და 5 პური და 2 თევზი აკურთხა, დაურიგა მათ და მერე უთხრა შეაგროვეთ და 12 გოდორი შეგროვდა. ამის მერე მოწაფეები ავიდნენ ნავში და ტიბერიის ზღვაზე გადაცურეს ტიბერიის ზღვა და მეორე მხარეს გავიდნენ. იესო მათთან ერთად არ იყო, არასულა ნავზე მათთან ერთად. გასაგებია, შუა ზღვაში როცა იყვნენ ატყდა დიდი ღელვა და ხედავენ იესოს ნავისკენ მომავალს. იცნეს, მოკიდეს ხელი რომ ნავში ამოეყვანა თუ ასე წერია და ნავი მყისვე ნაპირთან აღმოჩნდა. შემდეგ აქ სიუჟეტი წყდება და მიდის ის რომ ხალხი რომელმაც პური ჭამეს და დაპურდნენ, დაიწყეს იესოს ძებნა და ვერ იპოვეს. და ვიღაცამ თქვა მაგ ისა მოწაფეებიო მეორე მხარეს წავიდნენ, ესენი ჩაჯდნენ ნავებში და გადავიდნენ მეორე მხარეს. მივიდნენ იესოსთან და ეუბნე გაუკვირდათ. აქ როგორ ხარო შენ ნავში რო არასულ ხარო? აქ როგორ აღმოჩნდიო? იესო მოუბრუნდა და უთხრა, თქვენ მე მეძებთ, მიტო კი არა რომ სასწაული იხილეთ, იმიტომ რომ პური ჭამეთო. იმიტომ მეძებთ რომ საჭმელი ჭამეთ. გასაგებია? და ეუბნება თქვენ პურს ეძებთ და მე სიცოცხლის პური ვარო. ზეციდან ჩამოსული პური ვარო. თქვენმა მამებმა მანა ჭამეს უდაბნოშიო, მე ჩემი სიტყვებით მოგიყვებით თელ მე-6 თავს, მაგრამ გთხოვთ სახში წაიკითხეთ. თქვენმა მამებმაო მანა ჭამესო უდაბნოში და დაიხოცნენო. მაგრამ მე ეგ პური არ ვარო, მე ის პური ვარ და ჩემი მეჭამელი მარადიულად იცოცხლებსო. გაუკვირდათო და თქვენსო, როგორ ამბობს ამას რომ მე ზეციდან ჩამოსული ვარო, მამამის ვიცნობთო, დედამის ვიცნობთ, მისი ძმები ვიცით და როგორ ამბობს რომ მე ზეციდან ჩამოვედიო? ქრისტე არ ჩერდება, ის აგრძელებს. ჩემი ხორციო, ამბობს, საჭმელია ნამდვილიო. ჩემი სისხლი სასმელია ნამდვილიო. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი საუკუნოდ იცოცხლებსო. ამბობს მე პური ვარ ზეციდან ჩამოსული. და გაუკვირდათ ამ დრტვინავდენო მისი მოწაფეები. ურწმუნოები კი არა. მოწაფეები დრტვინავდენო, მაგარი საჭმელიაო, მძიმე საჭმელიაო. ვის შეუძლია ამის მიღება და ჭამა? და ქრისტე აგრძელებს ამას. ხორციო, რასაც მე გაძლევთ, ეს ჩემი სხეულია. და ისინი ამას ვერ იგებენ. იცით, ერთი რამე მინდა გითხრათ. ზიარება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დღეს ადამიანებს მილიონნაირად წამს. ზოგს გონია, მე კითხვა მინდა დაგისვათ, როგორ უნდა ვეზიაროთ? აი ამ პურს რო შევჭა, მაშინ ვეზიარები? აი არ ვიცით, აი არის რაღაცეები, როგორ უნდა იყო თანაზიარებაში? პური რო შეჭამე ეზიარე. აი ზიარება რას ნიშნავს, ეს მაინტერესებს. ზიარება რას ნიშნავს? ზიარება რეალობასთან არის დაკავშირებული. ქრისტე არ არის არც პური და ქრისტე არ არის არც სასმისი. გასაგებია? მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი რაღაც დედამიწაზე, სადაც ხდება სულიერი სამყაროს და ფიზიკური სამყაროს გადაკვეთა. იცი, წმინდათა წმინდაი ადგილი იყო, სადაც ჩვეულებრივი ნივთები იდო. აღთქმის კიდობანი, ეს მატერია იყო, ეს არ იყო სული. აღთქმის კიდობანში იდო აარონის კვერთხი, აყვავებული კვერთხი, აღთქმის ფიქალები და მანა, რომელიც არ ფუჭდებოდა. აღთქმის კიდობანში იდო ეს, ჩვეულებრივი მატერია იყო. აღთქმის კიდობანი იყო და ზედ იყო ქერუბიმები გამოსახული. იქ აარონის შვილები ერთხელ შევიდნენ ხელოვნური ცეცხლით და დაიხოცნენ. იგივე ადგილზე დაახლოებით 50 წლის შემდეგ მღვდელი ელის შვილები ძალიან ცუდ საქმეებს ჩადიოდნენ, არაფერი არ ხდებოდა. რატო იყო ისე, რომ ერთ მომენტში იქ სულიერი მოქმედება ხდებოდა, მეორე მომენტში არაფერი? იმ მომენტში ღმერთი იყო იქ. სულიერის და ფიზიკურის გადაკვეთა ხდებოდა. ყველაფერი სულიერ სამყაროსთან იყო დაკავშირებული. და მეორე მომენტში მარტო მოგონება იყო მაგის და მეტი არაფერი. მარტო ცარიელი, მშრალი, გამოშიგნული, უსიცოცხლო სიტყვა იყო და მეტი არაფერი. გასაგებია? მეგობრებო,
წინა მსახურებაზე ვთქვი და კიდე ერთხელ გავემეორებ. წინა მსახურებაზე ვთქვი, რომ მეცნიერებმა ხელოვნური კვერცხი შექმნეს. ის ზუსტად გავდა ჩვეულებრივ კვერცხს. და ერთხელ ერთ მორწმუნეს მიუტანეს თურმე დაუთხრეს, აი, ნახე რას მიაღწია მეცნიერებმა, მან გაეცინა და უთხრა, დაუდევით ეგ კვერცხი ქათამსო, თუ გამოიჩეკება, მაშინ დაგიჯერებ, რომ თქვენ ამე შეძელი. სად არის კვერცხში სიცოცხლე? მეცნიერები ამას ვერ ადგენენ. მაგრამ ხელოვნური კვერცხი რით განსხვავდება ცოცხალი კვერცხისგან, იცი? იქ სიცოცხლე, აქ არა. სიცოცხლე ჩვენ სისხლშია, მეგობრებო. და როგორ არის ის ჩვენ სისხლში, ეს მეცნიერულად ამას ვერაფრით ვერ დაადგენს ვერავინ. ეს ფენომენია, რასაც ვერასდროს ვერავინ ვერ მიცდება. როგორ უნდა ვეზიარო ქრისტეს? იცი, ნივთიერება პური არ არის ქრისტე. მაგრამ ქრისტესთან ზიარება ხდება რწმენით. ქრისტესთან ზიარება ხდება განცდით. ქრისტესთან ზიარება, იცი, სიცოცხლეში თუ ეზიარები მას. თუ მისი თანაზიარი ხდებ, თუ მის შეჭმას იწყებ. ვინც მეო ზეციერი პური ვარო, მან თქვა, და ამ პურის მჭამელიო საუკუნო თიცოცხლებს. რა არის ამ პურის შეჭმა? ქრისტე არის სიტყვა. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. და როცა მას მისგან იკვებები, როცა მას იღებ, კი არ კითხულობ, რომანივით. როცა ის შენი სიცოცხლის ნაწილი ხდება, როცა მისგან კვებას იწყებ. გასაგებია, შენ მისი ზიარი ხდები. დავითმა როგორ იყო დავითი ღმერთის ზიარი? როგორ ეზიარებოდა ღმერთს? დავითს რეალობაში წამდა ღმერთის. დავითი ამბობდა, მე ღმერთი მეხმარებოდა ცხოვრებაში, შეუძლებელს მაკეთებინებდა. დღესაც დამეხმარება. მე ვიცი, რომ ღმერთი არ დამტოვებს. მე მწამს, რომ ის ჩემთან არის. როგორ შეძლო ა ブラ ამმა თავისი მხოლოდშობილი ძე შეეწირა ღმერთისთვის? რატო? მას წამდა, რომ ღმერთი მასთან იყო. მას ჯეროდა, იცი ეს უბრალოდ კი არ უთხრეს დავითს, რომ ისა ა ブラ ამს, რომ ა ブラ ამ ღმერთი შენთან არის. ხო, კაი, რაღაც შენ მეუნე, ჩვენ ასე გვწამს. იცი რატო? ჩვენ გვითხრეს, რომ ღმერთი თქვენთან არის. ჩვენ წავი, ღმერთი ჩემთან არის. ამენ. კი მჯერა. ხო, კაი, ხო, თუ არა და, რა ვიცი. ჩვენ სულ ყოველთვის ასე გვწამს. ჩვენ გვწამს, რომ თუ გაამართლა, ხო, კარგი, თუ არა და ჩემი წარსული მოქმედებები ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო. ა ブラ ამი ასე არ ცხოვრობდა. ა ブラ ამს მეორე შანსი არ ჰქონდა. უკან დასაბრუნებელი ხიდები დამწვარი იყო, შვილი ერთადერთი ყავდა და ღმერთმა უთხრა, ესე უნდა მოიქცე, წავიდა და გააკეთა, რატო? უტყუარად იცოდა, რომ ღმერთი მასთან იყო. უტყუარად იცოდა, რომ ღმერთს წართმევა არ უნდოდა. არ ვიცი ღმერთს რა უნდა, მაგრამ ის ვიცი, რომ რაც მას უნდა, ის ბევრად უკეთესია ჩემთვისაც და ჩემი შვილისთვისაც. ეს იყო ა ブラ ამის რწმენა. ზიარება რეალურია, მეგობრებო. რა თქმა უნდა, აქ პურია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს უბრალო პურია. რწმენით აქ ხდება ფიზიკურისა და სულიერის გადაკვეთა. და რო ვიღებ ამ პურს ხელში, ეს ნიშნავს, რომ მე მწამს, რომ სიცოცხლის პურთან ვარ მოზიარები. მას ვეზიარები. როცა ვიღებ ამ სასმის ხელში, მე ვამბობ, რომ მე სისხლთან ვარ ზიარი. რატომ? მან შეცვალა ჩემი ცხოვრება. მან გაწმინდა ჩემი წარსული. მან დაფარა ჩემი შეცოდებები. მან მომცა მოზიარეობა სიცოცხლესთან და დღესაც სულიწმინდის მეშვეობით თანაზიარი ვარ ქრისტეს სხეულის. მისი სხეულის ნაწილი ვარ. ეს არის რწმენით მიღება. და იცი, ზოგიერთი აიგივებს რაღაცა ადგილს. მაგალითად, ზოგს გონია, თუ ტაძარში მიხვედი, ღმერთის თანდასწრებაში მიხვედი, თუ მღვდელმა ხელი დაგადო, სულიწმინდა გადმოვიდა შენზე, თუ პური შეჭამე, ქრისტეს ეზიარე. ეს ასე არ არის, მეგობრებო. ღმერთის თანდასწრებაში ტაძარში ვერ მიხვალ. ტაძარში არ არის ღმერთის თანდასწრება. ღმერთის თანდასწრებაში უნდა შეხვიდე. და ეს მდგომარეობა არის და არა გეოგრაფიული მდებარეობა. მეთანხმებით? თუმცა უამრავ ადამიანს ჯერა ტაძარში რომ მიხვალ, იქ ღმერთის თანდასწრება. არის ეგრეთ წოდებული წმინდა ადგილები. თუ გახსოვ. რატო ეძახიან ისრაელს წმინდა მიწას? იმიტომ რომ იქ ღმერთის თანდასწრება იყო, იქ იესო დადიოდა ერთ დროს.
კარგი შედარება მოგცა ღმერთმა. თანდასწრებაში ტაძარში რო შეხვალ, მაშინ ვერ შეხვალ. თანდასწრებაში სულში უნდა შეხვიდე. დიდება უფალს. რაღაცას რო შეეხები, ეს არ ნიშნავს, არ არსებობს წმინდა ნივთები. კი, არსებობს. ეს კათედრა წმინდა, იმიტომ რომ ღმერთისთვის გამოყოფილია, მაგრამ ამ კათედრის შეხებით ვერ შეეხები ღმერთს. ამიტომ ზიარებაც იგივეა. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ზიარებაზე იფიქროთ. დღეს კი არ ეზიაროთ. ზიარებაზე იფიქროთ დღეს, რომ მე უნდა ვიყო ზიარი. მე ქრისტეს ზიარი ვარ. მისი სიცოცხლით ვარ ავსებული. ის ჩემი სიცოცხლეა. ზიარებაზე ვიფიქროთ. და ვთქვათ, როგორც კოლოსელების 3:3-ში წერია, თქვენ დაიხოცეთ, თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. ქრისტე არის დღეს ამ დედამიწაზე, ჩემი სიცოცხლე. ეს მისი სიცოცხლეა. თუ მე ეს ჩემი სიცოცხლეა, მაშინ რწმენას აზრი არ აქვს. პავლე მოციქული როგორც ამბობს, თუ ჩვენ მარტო ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველაზე უბედური ადამიანები ვართ. მე მჯერა, ჩვენ საგალობელი გვაქვს, ის აღდგა და მასთან ერთად ჩვენ აღვდექით. მას არ ჭირდებოდა არც სიკვდილი და არც აღდგომა. სიკვდილი ჩემთვის იყო და აღდგომა ჩემთვის იყო. ის მოკვდა ჩემს ნაცვლად და აღმადგინა მე. და აქ რო ვცხოვრობ, ეს მისი სიცოცხლეა, ხოლო ჩემი სიცოცხლე მასშია დაფარული. და როცა გამოჩნდება ქრისტე, ჩემი სიცოცხლე, მეც გამოვჩნდები მასთან ერთად დიდებით. იოანე ამბობს, ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ, რათა გვერქვას და ვიყოთ ღმერთის შვილები. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ მან ის ვერ იცნო, ჩვენც ვერ გვცნობს. ის შმაგის ხედავენ, ეს შმაგი არ არის. ეს მისი სიცოცხლეა. დიდება უფალს. ხოლო ერთი რამე ვიცითო, ჯერ არ გამომჟღავნებულა რანი ვიქნებით. ჩვენ უკვე ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, ერთი ვიცით, როცა გამოჩნდება მისი მსგავსი ვიქნები. ვაუ! ღმერთო ჟრუანტელი მაყრეს, როცა ამას გელაპარაკებ. ეს რეალობაა. იცით არსებობს ზოგიერთი ამბობს პარალელური რეალობა. პარალელური ეს არის, საყრდენი რეალობა ის არის. მთავარი რეალობა ის არის. ეს პარალელურია, აქ ჩვენ დროებით ვართ. იცით დრო ძალიან ჩქარა გადის. ერთ დროს დავტოვებ აქაურობას და გავალაქედან. მე რომ მიყურებთ, ეს მე არ ვარ. ეს მე არ ვარ. ეს ჩემი სხეულია. ეს მე არ ვარ. მე არ გამოვიყურები ასე. ახლა გამოვიყურები ასე. 10 წლის წინ ასე არ გამოვიყურებოდი. და 10 წლის მერეც არ ვიქნები ასეთი. მეც მაინტერესებს როგორი ვარ სულში, დიდება უფალს. მაგრამ ერთ დროს და ძალიან მალე მე იქ ვიქნები. შენც იქ იქნები. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ამიტომ რეალობა ეს კი არ არის. ეს დროებითია, ეს პარალელურია. რეალობა ის არის, სადაც მარადისობას გავატარებთ. და ზიარება ის კი არ არის, აქ რო რაღაცა დაიჯერე და წარმოიდგინე, მაგრამ შენი ცოდვილი ცხოვრება და შენი რაციონალური აზროვნება გმართავს. ზიარება ხდება რწმენით. მე იმას ვეზიარები, ვინც ყველაფერ ამის ავტორია. მე მისგან ვიკვებები რეალობაში. მეგობრებო, საჭმელის დანახვა გაკმაყოფილებს? არა. ესეთი რამე არ ხდება. საჭმელი უნდა შეჭამო. ამენ? ის მერე ჩვენს უჯრედებში ნაწილდება. ასევე ქრისტეს ვერ ეზიარები მოსმენით. ზოგს გონია მოусმინე, არ უნდა მოусმინო. წავიკითხე, ვერ წაკითხვით ვერ ეზიარები, გამორიცხულია. აბა როგორ უნდა ეზიარო? უნდა მიიღო. უნდა გაითვალისწინო. უნდა დაიჯერო. უნდა ერწმუნო. უნდა შეჭამო ეს ყველაფერი. თუ ღმერთის სიტყვა ამბობს ასე, მეც მჯერა რომ ეს ასეა. ცადა მიწა რო გაერთიანდეს. მე მაინც მჯერა რომ ეს ასე.